რეიდები ნარკოშემოწმებებისათვის ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ჰყავდათ გადაყვანილი. ზოგიერთი მათგანი ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლას სთხოვეს. ზოგს მეგობრის სახლშიც მიაკითხეს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ შეადგინა იმ ადამიანების სიები, რომლებიც აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. მოქალაქეები დარწმუნებული არიან, რომ უწყების მიზანს მათი რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს. მეგატივი ნარკოშემოწმებების საკითხზე ადვოკატ ვალერი თევდორაძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის ადამიანები მიზნობრივად არიან შერჩეულები. ადვოკატი განმარტავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ მას ნარკოშემოწმებისთვის გააჩერებენ. ახლა არის მიზნობრივი ჯგუფები, ასე რომ ვთქვათ, პოლიციის მიერ გამოკვეთილი და აქციის მონაწილეებს, აქტიურად ჩართულ პირებს პოლიტიკურ მოძრაობებში და ასე შემდეგ უკეთებენ ამ შემოწმებას შეურაცხყოფელი მეთოდით და ისეთი მეთოდით, რომელიც თვითონ ამ კანონმდებლობის მიზნებსაც არ შეესაბამება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამათ დიდად არ დაგიდებთ ჩვენი დე-ფაქტო არალეგიტიმური ხელისუფლება. რაც შეეხება იმას, თუ მოქალაქეებს რას ურჩევდი, აქ არის ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტია ის, რომ როცა გააჩერებს პოლიციელი მოქალაქეს და მოსთხოვს მას შემოწმებას, გახვეს შემოწმებაზე და გაიაროს ეს ასე ვთქვათ ექსპერტიზა. მეორე ვარიანტია, რომ უარი განაცხადოს ამ ყველაფერზე, ასეთ შემთხვევაში ის მიიღებს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ვალდებულია, რომ 4 საათის განმავლობაში პოლიციას წარუდგინოს შესაბამისი სერტიფიცირებულ ორგანოში გავლილი შემოწმების შედეგი. და თუ ამას არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში პოლიციას შეუძლია მნიშვნელოვანი შემზღუდველი ნორმები გაატაროს სანქციის სახით ამ პირზე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად პრაგმატული თვალსაზრისით არის ეს ყველაფერი გასააზრებელი, რაჯობია გახვეს პოლიციას და სახელმწიფო ხარჯით განხორციელდეს ეს შემოწმება, თუ საკუთარი ხარჯით მოახდინოს შემოწმება საკუთარი თავის ადამიანმა. თუ არ სიტყვის ყველანაირ შემოწმებაზეც მასზე არის სხვადასხვა სახის სანქციები. ამ სანქციებში მოისაზრება როგორც პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, ისე კონკრეტული პროფესიული საქმიანობის აკრძალვა, მაგალითად ადვოკატის, ექიმის და ამ შემდეგ. ასევე იარაღის ტარების უფლებაზე გვრცელდება ეს შეზღუდვა არსებობს, ასევე საჯარიმო სანქციები, ანუ ბევრი უარყოფითი მოსდევს ამ შემოწმების გაუვლელობას და ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ ამ თვეების განმავლობაში, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდი სიამოვნებით იყენებს რაიმე სახის შესაძლებლობას ადამიანებისთვის ცხოვრების გართულებაზე და მიმაჩნია, რომ ახლაც არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან. ვალერი თევდორაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავის მიზანს ვერ მიაღწია და ნარკოშემოწმებებით აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების გაშავება ვერ მოახერხა. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ეს კანონები მხოლოდ აქციის მონაწილეებს არ ეხებათ. 314 პირი გადაიყვანეს ამ შემოწმებაზე და აქედან 240 აღმოჩნდაო, რომ მომხმარებელი იყო. მეორეს მხრივ ისიც ფაქტი არის, რომ აქციის წარმომადგენლები და აქტიური ახალგაზრდები, პოლიტიკაში ჩართული პირები არც ერთი არ აღმოჩნდა მსგავსი. ანუ ხელისუფლების პროპაგანდა, რომელიც მიმართული იყო იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალები, ნარკომანები, ასეთები, ისეთები, პრაქტიკულად თვითონვე გააქარწყლეს. ეს ერთი და მეორე ის, რომ ამ კანონებით თუ აქამდე ქართული ოცნების ობივატელ ამომრჩეველს ეგონა, რომ ყველაფერი ეს მიმართული იყო მხოლოდ პროტესტანტების წინააღმდეგ, დიახ, ძვირფასო მოქალაქეებო, მდუმარეებო, ქართული ოცნების აქტიურ მხარდაჭერებო, თქვენც ძალიან კარგად გიმსხვერპლეთ ეს კანონმდებლობა და ამისი შემაკავებელი ბერკეტი ფიზიკურად აღარ იარსებებს, თუ ჩვენ ხელისუფლებას არ მოვთოკავთ, თუ არ ვაიძულებთ ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არა ქართული ოცნების ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი მიზნი. ეს არის მთელი ეს ნარკოპოლიტიკის აზრი ამ წუთში.
ცნობისათვის 9 ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უწყებამ ერთ კვირაში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს. ამასთან 23 პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯერიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციაში ასევე ეხმიანება იმ ინფორმაციას და მოსაზრებებს, რომ ნარკოშემოწმებები შერჩევითი პრინციპით ხდება. უწყება აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს ცრუ კამპანია. ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, რაც თავის მხრივ არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.